დღევანდელ ვიდეოში გავხსნი უამრავ ბოქს. სალამ ისასწავლ ყველას და დაგიბრუნდით მომდენო ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში გავხსნი ბევრ ბოქს, 5 ქაოს დროპს და 1 ახალ გამოსულ ბოქს. ამ ერთს განაპირობულად გავხსნი, მაგრამ შეიძლება კიდევ ერთი გავხსნა, რადგან მაქვს 2 ქარდი. სულ რაღაც ერთხელი რომ მოვიგო, ამ ახალ ბოქსაც გავხსნი. ასევე დაგიბრუნდით სიახლით, შევქმნი TikTok აკაუნთი. დავდე ერთი ვიდეო, YouTube-ზეც მიდევს ეს ვიდეო შორტად, YouTube-ზე დააგროვა 100 ნახვა და TikTok-ზე კიდევ თითქმის 3000 ნახვა. დაახლოებით 100 ლაიქამდე და დაახლოებით 10 გამომწერამდე ავედი. ამიტომ ვინც აქ მიყურებთ, თხოვნა იქნება რომ ეს არხი გამოიწეროთ, დალაიქოთ ვიდეო, გადახვიდეთ TikTok-ზე და ჩემი არხიც გამოიწეროთ TikTok-ზე. უფრო აქტიური ვიქნები YouTube-ზე ვიდრე TikTok-ზე, ან ერთნაირად თანაბრად ვიქნები. ყოველ თითოეულ YouTube-ზე დადებულ ვიდეოს დავდებ TikTok-ზე და კიდევ სხვადასხვა ვიდეოებსაც იხილავ TikTok-ზე. თან როგორც ხედავთ, ავდივარ 77000 და სულ რაღაც 10000 მაკლია. მოდი დიდხანს რო არ გაგვეწოლოს, დავიწყოთ უკვე ჩვენი თამაში. დაიწყო ჩვენი პირველი მეჩი, ვთამაშობ მეგით, Brawl Ball-ის მაპი არის, წამოვიდეთ წინ, მოდი გაჯეტი ჩავერთოთ. როგორც ხედავთ, აქეთ ფრენკი არის და უნდა უფრთხილეთ, ძალიან ახლოში მისვლას ფრენკთან. და მაინც გამარტყა ჯანაბა სუპერი. ცოცხალი ვარ, აქ შელი მოდის და ვერ მოკლავთ სამწუხაროდ. მე და პოკო ფრენკმა რაღაცნაირად სუპერი გამარტყა და იმედი მაქვს ასე მარტივად არ წავაგე პირველი უმეც. აგდო წამოვიდეთ წინ. მოდის აქეთ ფრენკი, ვესროლ ჩვენი სუპერი, ჰაიპერჩარჯი ჩაერთო, კიდევ ერთ სუპერ და ძალიან დავალოვე ფრენკი, ახლა მოვკლავ. ჯობი არ ჩემიანმა ამ ჰილოს, მაგრამ არ ჰილოს. ახლა კიდე ჰილოს რა ძალიან კარგი არის, აქ შელის სუპერი აქვს და ძალიან ახლოში არ შეურაშავ, მაგრამ მაინც ჩემ სუპერი გავარტყი. აქეთ ფრენკი მოდის და ძალიან ძნელი არის ამ მეჩის მოგება, იმიტომ ფრენკი საკმაოდ კარგად თამაშობს. გოლი მიგზნობს რომ ამ მეჩს წავაგებთ, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ. ამას აქეთ გადავაგდებ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადავაგდე. ჰაიპერჩარჯი ჩავერთოთ, გამორაშოთ წინ, ორივე ბრავლერს გავარტყათ, თქონა მეთქვა, მაგრამ სპაიქს ვერ გავარტყი სამწუხაროდ ჩემი ჰაიპერჩარჯი. ჩავძეთ ისე ჩვენ რობოტში, ფრენკი კიდევ მაგარ რაღაცებს აკეთებს, წამოვიდეთ წინ, აქ შელი არის და სპაიკი ცოცხლები, მაგრამ სპაიკი მოვკალით. შელიღა არის ცოცხალი და ვერ ვარტყავთ ყვიებს სამწუხაროდ და შეიძლება გაიტანოს და გაიტანა კიდევაც სამწუხაროდ და ასე მარტივად წავაგეთ ჩვენი პირველი მეჩი. დაიწყო ჩვენი მომდენო მეჩი, ისე და ისე Brawl Ball-ი არის, ოღონდ სხვა მეპი, ახლა ვთამაშობ სურჯით, წეგან ძალიან სისულელეები გავაკეთე მთლიანი მეჩის განმავლობაში მეგით. და ამ მაპზე რა ვიცი, თუ მოვიგებთ, კარგი იქნება, ცოტა ბოტები არიან, მინდა თქვა და ალბათ ხედავთ კიდევაც. აქ სტუტის ლაიქებს წერს და ნახოთ ბოლოს ვის დარჩება ეს დისლაიკი. ფრენკს პასი გავუკეთე, რაც სისულელე იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ უნდა გამეკეთებინა პასი. ჩემიანი აქ მოკვდება, გავიდეთ, წამოვიდეთ აქეთ. დაქს აქვს ბურთი. მოდი სუპერი დავახტეთ და წავართვათ. მაგრამ იმედი მაქვს ედგარს არ დარჩევა ბურთი, გადავრჩით, არ დარჩა 28 HP ვიყავი გადარჩენილი. ვიხილოთ ცოტა და ამ სტურს რა უნდა ეს რატო იმ წაიღო უკვე. წამოვიდეთ აქეთ დავგემპერდეთ, ბურთი ჩვენ გვაქვს, მაგრამ გრაშავენ საკმაოდ ცუდად. დაგი არის აქ ჩამოსული შეტევაში. კი მოვკალით, მაგრამ კიდევ მაინც ტუნის ბურღო არის ეს ბრავლერი. წავიდეთ წინ. ჰაიპერჩარჯი გამოვიყენე ამასობაში და საკმაოდ სისულელეები გავაკეთე და ვეღარ დავარტყი ჯანდაბა. დღეში მაინც დამერტყა ძალიან ჩქარე. აქ ფრენკმა ძალიან კარგად გაარტყა სუპერი ორივე ბრავლერს. ვერ მოკლავდა, ვიცოდი ერთ-ერთს, მაგრამ მაინც მოკლა ერთ-ერთი ბრავლერი, რომელიც ედგარი იყო და ძალიან კარგი არის ედგარი რომ მოკლა, იმიტომ რომ შეტევაა ვიცილეთ ასე თუ ისე. დაგმა გაჯეტი ვერ გაგვარტყა. აქ ედგარი არის, ედგარი ძალიან დებილობას აკეთებს. როგორც ხედავთ, უკვე დებილობა გააკეთა. სტუ თამაშობს ძალიან კარგად. და ვიჩქარე რა გავაკეთე რა. შემიძლია რომ გამეტანა მაინც, მაგრამ ვიჩქარე თან დავაგვიანე დარტყმა, ანადრე უნდა დამერტყა. არ დამერტყა საერთოდ, სუპერ ტყუილა დავხარჯე. დაგია გაჯეტი კიდევ ტყუილა გამოიყენა, აგვაცილა, რომ გადააგდო ბურთი. წამოვედი წინ. პასი ფრენკს და ფრენკი გაიტანს გოლს და 1-0 არის და უკვე როც მორჩა, მოვიგეთ. ვერ ვიტყვი რომ გასაოცრად ვითამაშეთ, მაგრამ კარგი იყო რაც ვითამაშეთ. უბრალოდ ერთი სტუ იყო, რომელიმაც ძალიან ბევრჯერ მოკლა. ძალიან ბევრჯერ არა, მაგრამ მაინც მოკლა. მოდი ჯერ გავხსნათ ეს ქაოს დროპი, ჩვენი პირველი ქაოს დროპი.
ნახოთ რას დაგვიგდებს, იმედი მაქვს ამ ვიდეოში დამიგდებს ულტრას, რადგან საერთოდ არასდროს არ დამარდნია ულტრა. ეხლა გავხსნათ ეს ჩვენი დამსახურებული ბოქსი და იმედი მაქვს ბრაულერს დააგდებს და კიდევ რო აგდებს სამწუხაროდ ამ ბრაულერს. ძალიან ვერ მაიღო ეს ბრაულერი, მაგრამ მე არ მყავს ეს ბრაულერი სამწუხაროდ. ახლა კიდევ უბრალოდ დუელები ვითამაშოთ პლეიგეინებით და ბოლოს გავხსნათ ჩვენი ქაოს სტარდროპები და ბოქსი. დაიწყო ჩვენი მომდენო მეჩი, ახლა უკვე როგორც გითხარით დუელებს თამაშობ და თამაშობ ემზით. იქით არის ახალი ბრაულერი, ამ ბრაულერის სახელი ავიც სამწუხაროდ და რავი ასე ვიყოთ. ჯეჯერები გვართ ტყუებს, მოდი ახლა დრო არის რომ გაურაშოთ, იმიტომ რომ ტყუები არ იქნება ბევრი და ასეც არის მოვკალით. ემზი არის აქ ამ მაპზე ძალიან კარგი ბრაულერი, როგორც სხვა ბრაულერები. სპაიკი არის და მოდი გაურაშოთ, მაგრამ ტყუია ვერ გავარტყი სამწუხაროდ, დრო არის რომ ავიჰილოთ. წამოვიდეთ. სპაიკიც კარგი ბრაულერი არის ამ მაპზე, იმიტომ რომ ტყუების აცელა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თვითონ თამაშობს სულ ერურად ეს მოთამაშე. აი ახლა სუპერის საჩააგდო, რა თქმა უნდა აქ სუპერის დახარჯვა და ამა რომ მომკლას ახლა საკმაოდ ცუდი იქნება. დრო არსო ჩვენ მოვკლათ, რატომაც არა. და უნდა მოკლას იმონ, როცა შეგვიძლია რომ ჩვენ მოვკლათ. წამოვიდეთ ასე. აქ დავკემპერდეთ, ლეონი არის და უცბად სუპერი მეგონა არ ქონდა ჩართული და თუნდაც ქონდა გიარი აქ ბუჩქების. აქ დავკემპერდეთ სანამ სუპერ საივსებს ლეონი აქ წამოვიდეთ ახლა. ეს რომ ერთი ტყვია. დიდი ალბათობით სუპერ საივსებს, მაგრამ მაინც ვერ გავბივარ სამწუხაროდ. და რა გავაკეთე გაჯეტით სადვისროლე. და იმედი მაქვს ეს ლეონი არ მოგვიგებს. აი მოდი აქ დავკამერდე დაველოდო ზონის დაპატარავებას, იმიტომ რომ ამ ლეონმა უკვე ტვენი წაიღო და სუპერი სავსება არ გვინა ამ ლეონის. ეს როლოთ, რადგანაც არა თითქმის ნახევარი არა, უკვე ნახევარი დავაკელი სუპერიც აივსო. რა პრობლემა აიღო სუპერი და გამომირაშოს მეც სუპერი. ლეონის სუპერი ჩვენ ვერაფერს ვერ გვიზავს, ჰაიპერჩარჯის ჩაირთო ამასობაში. და მოკლავს აქ. და რა გადავრჩი უბრალოდ დაინახეთ 171 HP-ით მოვკალი full HP-იანი ლეონი. საკმაოდ ცუდი მოთამაშე იყო, დამიჭერეთ, იმიტომ რომ რანაირად ვერ მოკლა ახლოში რატო გამომირაშა შეეძლო აქ. მოვეკალი მომდენო ქაოს დროპი გვაქვს და ვერაფერი ვერ დავაგდე აქედან. და როგორც ხედავთ, სულ რაღაც 1000 გამაკლია და ავალ 77000-ზე. ეს ვიდეო გამოვა ასეთი ვიდეო, თან გავხსნი ბოქსებს. და თან კიდევ 77000-ზე ავდივარ. რაც ძალიან კარგი არის. სულ რაღაც 1000 გამაკლია და მოდი ჩავთოთ ეს ჩვენი მეჩი. დაიწყო ჩვენი მომდენო მეჩი, წამოვიდეთ აქეთ პირველი ბრაულერია ყავს იმას სპაიკი. საკმაოდ ცუდად გაურაშე, აქ შეიძლება მოვკვდეთ ახლა. ავიჰილოთ სანამ სპაიკი გამოგვირაშავს, მაგრამ როგორც ჩანს არ გვირაშავს, აი ახლა გამორაშა ცოტათი იყო ტყუები ისროლა მარტო. დავახარჯენოთ რატომაც არ ტყუები მიავიჰილები. მაგრამ ამასობაში თან არ უნდა გავარტყას ეს ტყუები. ვერ ვახერხებ რომ არ გავირტყა ეს ტყუები, მაინც მოხდება. მოდი დავუშვათ აქ სპაიქს. და გაჯეტი ყველაფერი, რავი, სუპერი ჩავირთე ვესტროლი და მოვკალი. წამოვიდეთ ახლა წინ, ახლა ყავს გრიფი. და აქ დავკემპერდეთ და ახლა დავუშვათ ჩვენ გრიფს, იმედი მაქვს ვერ მოკვდებით, ჯერჯერობით ვერ მოკვდით. კლას H-ზე გადავრჩი და მოდი ავიჰილოთ. გრიფი რა შავს თუ რას აკეთებს, წამოვიდა და მაგრამ ისე უკან გადავარდა. გავიდა იქით ბუჩქებში ჩვენი გრიფი. მე დავარტყე აქ ტყუები თვითონ ვერ გამარტყა გაჯეტი. მინდა რომ ახლოს მივიდე. მაგრამ ვერ მივდივარ. მაგრამ ეგ არაფერი გინახლოს არ მივიდე, მაინც მოვკალი ჩვენი გრიფი. ახლა არის დერილი და ეს ჩემი გაჯეტი კარგად უნდა გამოვიყენო, თორემ მომკლავს. რა ჩვენ არ გვაწყობს, იმიტომ რომ სხვა ბრაულერებით არ ვიცი რამდენად დავუქამბექებ ამ დერილს. და საკმაოდ კარგი რეინჯი ქონია, რამდენი ხანია დერილთან მითამაშია და აღარ მახსოვდა რა მხელა რეინჯი. საკმაოდ კარგად ისვრის შორს სუპერი აქვს. ჩვენ გაჯეტი ვესროლით, მაგრამ არ უნდა გამეყენებინა ჯერ გაჯეტი, მაგრამ მაინც რო გამომეყენებინა მომკლავდა ჩვენი დერილი. არა უშავს როგორღაცა ბრაულერით უნდა დავაქამბექო. დერილს კიდევ აქვს სუპერი. ჩვენი სუპერი ჩავირთო და რა გააკეთა, გავიდა თამაშიდან თუ რა გააკეთა და მოუკვდი სამწუხაროდ. იმედი მაქვს სუპერი არ დავხარჯე და სუპერიც დავხარჯე და ეხლა ეს დერილი დამიქამბექებს ხო ვიცი. აი როგორც ხედავთ, დერილმა 3 ერთზე მომიგო, რა გავაკეთე წეღან ფეარლით.
ამდენი სურტყოილად ვილაპარაკეს სულ რაღაც ერთი მეჩი მაკლია მეთქე სულ რაღაც ეს რანაირად წავაგე უბრალოდ რა გონია რომ რომელიმე ბრაულერი უნდა შევცვალო ჩესტერი დავაყენე აქ ოტისის მაგივრად და იმედი მაქვს ამ მეჩს მაინც მოვიგებ დაიწყო ჩვენი მომდევნო მეჩი და ახლა უკვე დაფიქრებულად უნდა ვითამაშოთ იმიტომ რომ საკმაოდ კარგი მოთამაშე არის ეს ძალიან ლამაზი აკაუნტი ქონდა რავი ტიტულები და ლეგენდარი ცედო რანკი და როგორც ხედავთ პირველი ბრაულერი ყავს დერილი რა თქმა უნდა სუპერი სავსებას ელოდება ეს დერილი ახლა ამაში ორი აზრი არ არსებობს აქ უსპინო სუპერი აივსო დერილმა რა თქმა უნდა ახლა გამორაშავს აზრი არ აქვს ამ დერილს მე ვერ მოკლავ ემზით ძალიან ტვინის წაღება არის ეს დერილების სულ ყოველ მატჩში რანაირად უნდა ხდებოდნენ არ ვიცი როგორც ხედავთ კიდევ კემპერობს სუპერიც აივსო ელოდება ჰილოს ახლა ჩავერთო ჩვენი გაჯეტი და კიდევ ვერ მოვკალი ჯანდაბა რა ახლა ჩესტერით რა უნდა გავაკეთო აღარ ვიცი უკვე დერილი რანაირად მოკლა ჩესტერით როგორც ხედავთ ჰაიპერჩარჯი გამომირაშა და ძალიან მაგარი მოთამაშე იყო რა საბოლოო ჯამში დერილი მინდა რომ დავაყენო ახლა იმზის მაგივრად სასტრაფოდ რაც შეიძლება მაგრამ როგორც ხედავთ მე არ მყავს ეს გამაქსული დერილი რაც ცუდი არის მაგრამ ეყენოს მაინც დაიწყო ჩვენი მომდენო მეჩი ახლა ეს უნდა მოვიგოს სასტრაფოდ არ შეიძლება ამ მეჩის წაგება ხელი არის და კიდევ რავი რას ვაკეთებ აი არ უნდა მეყენებინა ეს დერილი როგორც ხედავთ დერილით მომკლა ამ შელი დებილობა გავაკეთე საკმაოდ ცუდად გაურაშე ახლაც რას ვაკეთებ არ ვიცი სად უდგავ შელის თან სუპერი აქვს დაუშვათ ამ შელის მოდი სანამ ლოუ არის როგორც ხედავთ სუპერს მიჩვენებს რომ სუპერს იყენებს მაგრამ ეგ არაფერი ასე დავდგეთ იდე მომკლა მაგრამ ახლა ნახეთ უბრალოდ ვეცდები რომ დავაქამბეკო რავი ეს ჩემი სუპერი არ უნდა ავაცილო თორემ წავაგე და ეგ იქნება შეიძლება ჯანდაბა კიდევ წავაგე უბრალოდ შეხედეთ ნოკაუტის რა კარგი მაპი იყო და მე კიდე რას ვთამაშობდი დუელებში ხარჯავდი დროს ამ ნოკაუტის მაპზე რა თქმა უნდა ვითამაშებ გრომით და იმედი მაქვს ვიღაც ედგარის მაინი არ შემხვდება ახლა დაიწყო ჩვენი მომდენო მეჩი გუნჩი მყავს საკმაოდ ბოტი მოთამაშეები და იქითაც საკმაოდ ბოტი მოთამაშეები არიან ბოტები არ არიან მაგრამ არიციან რა ისეთი მოთამაშეები არიან თამაში ოტისი გადარჩა მარტო ოტისი არის იქით კარგი მოთამაშე იქითა გუნჩი როგორც ხედავთ გამომირაშა რავი ჩემ გუნჩი ახლა თლად ბოტებს ვერ დავარქმევ რო არიან მაგრამ თლად ახლა კიბერსპორტსმენებიც ესენი არ არიან იმედი მაქვს ოტისი არ დაგვიქამბეკებს ხო მარტო და ნანი მოკლა რა ძალიან კარგი არის წამოვიდეთ ახლა ეს მეჩიც რა თქმა უნდა მოვიგოთ თორემ აღარ შეიძლება ამდენი წაგება ზედიზედ მთელი ვიდეო წაგებებით გამოვა ამ ბუჩქებში ვიღაცა არის უბრალოდ უკან გავიდა ახლა იქით ბუჩქებში არის ბასტერი არის და ოტისიც იქით ბუჩქებში არის როგორც ხედავთ სუპერიც ჩაუგდოთ რატომაც არა ავაცილე რა თქმა უნდა აქ ახლა ნანი მოკლავს ჩემ დავლოვებულ ოტის და ასე რა აქამდე მეთამაშა მაინც სად ვიყავი play game-ზე მიდიან მოდი ჯერ ვერ გადავედი 77000-ზე და მეც გავყვები play game-ზე და ჯანდაბა იქით არის ედგარი ახლა შემხვდა ედგარის მაინი და რაც საკმაოდ ცუდი არის არ ვიცი ედგარს შეუძლია გადაგვიაროს სულ ყველას და აქედან კიდევ ნანი გამოხდა და წავაგეთ წესით და რიგით ეს პირველი რაუნდი მაგრამ თლიანი მეჩით წესით და რიგით წავაგეთ იმიტომ რომ რავია რანაირი აზრი უნდა ქონდეს აი ეს ედგარის მაინები უბრალოდ ედგარი უნდა დაბლოკონ საერთოდ თამაშიდან და ჯანდაბა კარბის ედგარი და ედგარი მოუკალი ახლოში და ამ თამაშს საერთოდ რავი თუ შემოვატრიალებთ და მოვიგებთ ძალიან მაგარი იქნება სამი უბრალოდ მგონი კი არა მე მოვკალი და იმედი მაქვს ამ მეჩსაც ეგრე მოვიგებთ რავი და არ წავაგებთ რა ჯანდაბა მამნი არის აქ გადავრჩი რამის მოვკვდი
როგორც ხედავთ, ედგარი გრაშავს. კიდევ ჩემი სუპერი ჩავაგდოთ აქ, ედგარი მოვკალით. საკმაოდ კარგად. ნანი სუპერი კი გამარტყა, მაგრამ ცოცხალი გადავრჩი. ახლა რავი, ეს მეჩი რანაირად უნდა წავაგოთ. კი მოკვდა ჩემიანი. ვახ, ტიკის თავი მოდიოდა და მოვკალით როგორღაც და ჯანდაბა ძალიან დამალოვა კიდევ ნანი და ახლა იმედი მაქვს არ მოვკვდები. და ჯანდაბა მომკლეს სამწუხაროდ და ეხლა ეს მეჩი რო წავაგოთ, რა იქნება, არ წავაგეთ. რა მეჩი წავაგეთ უბრალოდ, რა შანსი ქონდა რომ მოგვეგო, მაგრამ რეები მოხდა. სპრაუტის მესმის რო საერთოდ ვერ გააკეთა კილი. ახლა არის ქაოს სტარდროპის გახსნის დრო, ნახოთ რას დავაგდებთ. ეპიკზე გადავიდა უკვე 2 ეპიკზე გადავიდა, რა ძალიან კარგი არის და გაიხსნა. 200 coin და 150 კრედიტი. მოდი ახლა დავაყენებ კონვერტ რავს და ამით ვითამაშებ. ნახოთ თუ მოვიგებ. ეს ვიდეო არ იყო გათვლილი ამ ხელა ვიდეო თუ გამოვიდოდა, მაგრამ საკმაოდ გაიწელა ეს ვიდეო. ამიტომ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი და მომდენო ვიდეოებში გეტყვით კიდევ რაღაც სიახლეების შესახებ. რაღაცებს ვაპირებ რა, რამოდენიმე 1-3 სიახლე მაინც იქნება რა. ამიტომ რო არ გამოგჩეთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ზარისხილე კი გააქტიურეთ. დაიწყო ჩვენი მომდენო მეჩი. წინ დიდი გეგმები მაქვს YouTube-ს კარიერაზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ეს ვიდეოები, იმიტომ რომ პირდებით ძალიან მაგარ კონტენტს, ძალიან მაგარ სიახლეებს და ძალიან მაგარ ვიდეოებს. სამწუხაროდ ლაპარაკში გავერთე და გადარჩა შემთხვევით გრიფი ძალიან დაბალ HP-ს შემეძლო მომეკლო, მაგრამ ლაპარაკში გავერთე სამწუხაროდ. ტიკი არის დარჩენილი და არ ვიცი მოკლავს თუ არა ახლა. სეტვინერს ვიყენებს. არ მგონია რომ ხა გრიფი მოკლას, ახლა საერთოდ არ ესვრის და რა თქმა უნდა ვერ მოკლავს ასე, იმიტომ ძალიან ცუდად ითამაშა ახლა. და გრიფმა კიდევ სუპერი დახარჯა, როგორც დაინახეთ წეღან. ამიტომ გაურაშოთ, პაიკი არის და რავი, ძალიან დიდად გარაშოც არღის. ახლა ეს შერაშავს და მოკვდა სამწუხაროდ. მოვიყენოთ ჩვენი სუპერი. და სპაიკი მაინც მოვკალი, მაგრამ მეც მოკვდი. ჯანდაბა უკვე რამდენჯერ წავაგე. ეს ვიდეოც კი ძალიან გაიწელა, 77000-ს ვერავედი. ამიტომ მოდი აქ შევწყვიტავ ამ ვიდეოს. თუ გსურთ ამ ვიდეოს გაგრძელება, ამიწერეთ კომენტარებში. აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ეს ვიდეო აიყვანეთ 10-15 ლაიქზე და მაშინვე როცა დავინახო რომ ეს ვიდეო 10 ლაიქს გადაწყდა, აუცილებლად მაშინ მე დავდებ ამ ვიდეოს გაგრძელებას. ახლა კი რა დამჩენია, აგემშვიდობოთ. აბაჰე და აბაჰო. შეგხვდებით მომდენო ვიდეოში.